ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო კითხვა ახლა მაინც ბიზინა ივანიშვილის შეელევა თუ არა, აქ უნდა მრავალ წერტილი დავსვა, სამი წერტილი და ერთგვარი უნდა დაგისახელოთ, მამუკა მდინარაძეს. სწორედ ეს არის, როგორც აქცევთ ყურადღებას, გამოტანილი ამ ვიდეო ბლოგის სათაურად, ასე ჰქვია ამ ვიდეო ბლოგს, მოხსნის თუ არა ბიზინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეს და დაგასპოილერებთ, ბარემ ყოველგვარი მსჯელობისა და განსჯახსნის გარეშე გეტყვით, რომ ბიზინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ვერ შეელევა და უფრო არ ბიზინა ივანიშვილს გიბოდიშებთ და სულ ცალფეხზე ჰკიდია, რას ამბობენ მამუკა მდინარაძეზე, ოკეან გაღმა, ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა ყოფი მნიშვნელოვანი პერსონები, მათ შორის პერსონები, რომლებიც განსაზღვრავენ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას და პოლიტიკას გარკვეულ და ხშირ შემთხვევაში მაინც. შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა დემოკრატმა ჯინ შაჰინმა რესპუბლიკელ სენატორებთან, როჯერ ვიკერთან, ჯონ კერტისთან, დემოკრატ სენატორ შელდონ ვაიტჰაუსთან და კონგრესმენებთან ჯო ვილსონთან, ყველა იცნობ ჯო ვილსონს და სტივ კოენთან ერთად სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიმართეს ორპარტიული წერილით, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციას მოუწოდებენ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას დაიცვას საქართველოს ხელისუფლების მიერ უსამართლოდ გაკრიტიკებული ყოფილი ამერიკელი თანამშრომელი ამერიკის შეერთებული შტატების, მათ შორის საელჩოს ყოფილი თანამშრომლები წერილში კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ოცნების ხელმძღვანელობით არაერთხელ დააფიქსირა სურვილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის თაობაზე, თუმცა ბოლო განცხადებები და ქმედებები რასაკვირველია საპირისპიროს აჩვენებს. სენატორები რუბიოს მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მიიღოს გარანტიები, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ყოფილი თანამშრომლები და სხვა ამერიკული სტრუქტურების ყოფილი პერსონალი აღარ გახდებიან მიზანმიმართული თავდასხმებისა და წილისწამების სუბიექტი. უფრო სწორი სიტყვა, მათივე თქმით, ვაშინგტონმა მკაფიოდ უნდა უპასუხოს ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ ცდარ ბრალდებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამ ადამიანებს. კანონმდებლები იხსენებენ 1 ოქტომბრის განცხადებას, როცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ბანდიტმა მამუკა მდინარაძემ, ბანდიტი იქ არ წერია, ბანდიტს მე ვამატებ, შეერთებული შტატების მთავრობა რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულა. ეს დეზინფორმაციაა, ამბობენ ისინი, ეს დეზინფორმაცია კი საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებიც შეერთებული შტატების სახელით მუშაობდნენ. აღნიშნულია წერილში, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად არ აქვს განზრახული ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება. სენატორები მიესალმებიან სახელმწიფო დეპარტამენტის განაწყვეტილებას 6 ოქტომბრის შეხვედრა მოეთხოვათ საქართველოს ელჩთან თამარ ტალიაშვილთან აღნიშნული საკითხის განსახილველად, მათ ასევე მოუწოდეს შეერთებული შტატების ხელისუფლებას მოითხოვოს ქართულ ოცნებასთან ამ განცხადებების ოფიციალური უარყოფა. თუ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს თანამშრომლებს უცხო ქვეყნების თავდასხმებისაგან, ეს ღვდავს ჩვენს შესაძლებლობას ვიმუშაოთ და ასე შემდეგ. ანუ ყველა ხვდება მთელი მსოფლიოს გარშემო და პირველ რიგში ასაკვირველია ოკეან გაღმა, ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა შეერთებულ შტატებში, რომ ქართული ოცნების ცალკეული წარმომადგენლების პერიოდული თუ არაპერიოდული წიაღსვლები იმის თაობაზე, რომ თურმე მათ სურთ გადატვირთვა ურთიერთობებისა შეერთებულ შტატებთან, ეს ყველაფერი არის რეალურად ფარსი, რეალურად ტყუილი, არც არანაირი გადატვირთვა არ უნდათ, არანაირი ურთიერთობის აღდგენა შეერთებულ შტატებთან, არანაირი სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება არ უნდა ეგრეთ წოდებულ ოფიციალურ თბილისს, იმიტომ რომ მას ოფიციალურ თბილისს განზრახული აქვს თავიდან ბოლომდე დურთოს თავი რუსულ სუნიან იღლიაში, ანუ რუსეთის წიაღში, რუსეთის სივრცეში, გრუზია, ვაზვრაშაეცა, ვრადნოიო, გავань, ესათქმევინოს პრეზიდენტ პუტინს, შლეგ ლიდერს და ეს ყველაფერი გააკეთოს რაც შეიძლება მალე, რამდენადაც რუსეთიდან სწორედ ეს დავალება აქვს ქართულ რუსულ ოცნებას მიღებული, რომ საქართველო იმ ფონზე, იმ საერთაშორისო კონტექსტში, რომელიც ახლა არის შექმნილი
მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ამ რეგიონში საქართველო კი არა, საქართველო მაინც იყოს მიბობღებული ქვეყანა რუსეთის ფედერაციასთან და ბიზიდა ივანიშვილი ამ დავალებას მეტნაკლებითი წარმატებით რასაკვირველია ასრულებს, თუმცა იცით თქვენ რომ მრავალ მიზეზთა გამო ვერ ასრულებს ბოლომდე. ოღონდ პარალელურ რეჟიმში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას სურს რომ ყველაფერი რაც ხდება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და განსაკუთრებით ევროპას შორის, ყველაფერი გადააბრალოს ამ ორ სივრცეს, ანუ ცალკე შეერთებულ შტატებს, ცალკე ევროპას და ზოგადად კი დასავლურ სივრცეს. მე კი მინდოდა შენთან ურთიერთობა, ეს თქვას, ისტორიისთვის თქვას და დღევანდელობისთვის, მაგრამ შენ არ მოისურვე ჩემთან ურთიერთობაო, ამას ცალკე ბრიუსელს და ცალკე კი ვაშინგტონს ეუბნება. ოღონდ ვაშინგტონის და ბრიუსელიც შესანიშნავად ჩახვდნენ, მიუხვდნენ მზაკვრობას ქართულ, რუსულ, ანუ რეალურად კი რუსულ ოცნებას და ყოველ შემდეგ ჯერზე როგორც კი აღმოაჩენენ და ეს რა რთულია აღმოსაჩენი ეს არის საბოლოო ჯამში ყოველდღიურობა, ყველა განცხადება, ყველა პოლიტიკური ნაბიჯი, ყველა პოლიტიკური ქმედება ქართული რუსული ოცნებისა და მისი ლიდერებისა ამის მადასტურებელია. ყოველ შემდეგ ჯერზე აღმოაჩენენ თუ არა ეგრევე მხისიერად პასუხობენ ქართულ ოცნებას და ეუბნებიან რომ შენი ფიცი არც მწამს იმის თაობაზე რომ ურთიერთობის აღდგენა გინდა და სუფთა ფურცლიდან დაწყება და ბოლოს შესაბამისად არ მაკვირვებს და თუ შენ მაინც გინდოდა ან გინდა ჩემთან ურთიერთობის აღდგენა, ამისთვის შენ უნდა გადმოდგა ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ გკარდახობთ, შეიძლება ცუდი სიტყვა, მაგრამ რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ, რომლებიც გარდაულად აუცილებელია ურთიერთობის აღდგენისათვის და ახლა მე რო დავიწყო, რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგას ოფიციალურ თბილისად წოდებულმა ბანდამ კოლექტიური დასავლეთისაკენ, მე დაახლოებით ახლა 6 წუთზე მეტია, 7 წუთია გასული, კიდევ 27 წუთი დამჭირდება იმისთვის, რომ დეტალურად ავუხსნა, ვის სიმართლე გითხრათ არც ვიცი, იმიტომ რომ ადრესატი წესით ამ ვიდეობლოგის აუხსნიდა კაცი, რომ გაიგოს, რომ შეისმინოს ბანდიტმა კობახიძემ ან მასზე დიდმა ბანდიტმა ივანიშვილმა, მაგრამ რასაკვირველია ჩვენზე თუ გნებავ თუ არ ყოფითად წაიკითხეთ, მაგრამ ასე ვიტყვი, ხო, აღიქვი თუ არ ყოფითად ჩვენ მყებთ და მათი რუსული ქარავანი კი ჩელიაბინსკისკენ მიდის. ესეც ფაქტია, ამიტომ ადრესატი მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ ვინ არის, ვის უნდა ვუთხრა, ვის უნდა ჩამოუსახელო ის 27 წუთში რა არის გასაკეთებელი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რომ მართლა აღდგეს. მაგრამ ესენი არათუ გაჩერდნენ, არათუ გაჩერებულნი არიან, არათუ რამეს აკეთებენ, არამედ გაჩერებულნიც კი არ არიან. მოდი სხვაგვარად ჩამოვაყალიბოთ ეს წინადადება და პირიქით უარეს ჩადიან და მადასტურებელი არის რამდენიმე ხნის წინანდელი მამუკა მდინარაძის მიერ რამდენიმე ხნის წინ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ვიზიტელი მის ენაზე ვიტყვი, თურმე აქაო და შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი თურმე საქართველოში რევოლუციას აწყობდა სულ და აწყობდა ბოლოსაც და მე იქ რაღაცა მაგალითები იმის თაობაზე, როგორ ერიცხებოდათ თანხები USAID-ის თუ საელჩოს USAID-ის პირველ ყოვლისა თანამშრომლებს იმისთვის, რომ რევოლუციური პროცესები წაეხალისებინათ საქართველოს შესაძლებლობით იტყურილია. ხო და ეს 6 კანონმდებელი კონგრესმენები და სენატორები რუბიოს სთხოვენ, რომ მოსთხოვე პასუხიო ამ დე-ფაქტო ხელისუფლებასო და რუბიო ბუნებრივია ამ გამოცდილი და უაღრესად მისთვის მნიშვნელოვანი პერსონების განცხადებას ასე უყურადღებოდ ვერ დატოვებს, ერთ ყურში შეუშვებს და მეორე ყურში გამოუშვებს, არა თუ თვითონ ვერ და თავად ვერ დატოვებს, არამედ გარწმუნებთ, რომ რომელიღაც ეტაპზე ერთ-ერთი რიგითი შეხვედრისას პრეზიდენტ ტრამპთან თუ მაინც და მაინც განხილული იქნება, თუნდაც 2 თვის შემდეგ საქართველოს საკითხი რუბიოს ჩანიშნული ექნება Mr. President, what about Georgia და რა about Georgia და მე უკვე დეტალურად მოკლედ რასაკვირველია მოახსენებს თუ ეტყვის პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს ქვეყანა ამ ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურია, ესხმის ჩვენ თანამშრომლებს თავს, ესხმის ყოფილ თანამშრომლებს თავს, USAID-ის თანამშრომლებს შენ კი არ გიყვარს დონალდ ეს USAID და გააუქმე, მაგრამ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან და იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბევრი მათგანი შენი
პოლიტიკური მოწინააღმდეგეა დემოკრატების მხარეს არის, ისინი ამერიკელები არიან და ესხმიან ყოფილ ელჩებს თავს, დიპლომატებს თავს, საერთოდ არა მხოლოდ ამერიკელ, არამედ ევროპელ დიპლომატ და საერთოდ არაადეკვატურია ამ ოლიგარქუკა შენს კაპიტალთან შედარებით, ის რასაკვირველია ოლიგარქუკა თლად შერაცხადი რომ არ არის იმ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები და თავად ბიძინა ივანიშვილიც რეალურად, იმიტომ რომ ის მართავს ამ ქვეყანას და ეს სიგნალები გამოგზავნილი იქნება თბილისისაკენაც, თბილისს ეთყვიათ როგორღაც მიაწვევენ ხმას რომ დაასტოპეთ. თუმცა რაშიც ვერ დაასტოპეთ, ამის გამო თქვენ უთუოდ დასჯილები იქნებით მეგობარი აქტით თუ სხვა გადაწყვეტილებებით თუ კონგრესის თუ კონგრეს-სენატის ანუ ქვედა და ზედა პალატების და თუ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ან საერთოდაც თეთრის სახლის გადაწყვეტილების თანახმად თუ მიხედვით. დიახ, რომელიღაც ეტაპზე შეერთებული შტატების თვით თეთრი სახლიდანაც კი გაკეთდება განცხადებები და შემუშავდება პოლიტიკა, ის უფრო მნიშვნელოვანია. ერთია განცხადება და მეორეა შემუშავება პოლიტიკისა საქართველოს მიმართებაში. ახლა უბრალოდ შეერთებულ შტატებს არც ძალია საიმისოთ, რომ ამ მათეული გაგები ძღინკიან, თორე ჩვენთვის უძვირფასეს საქართველოს მოაქციენ ყურადღება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გადაიწევს დიდი ხანი ასეთი მდგომარეობა იქნება და კი ამას სადასტურებს ამ 10 დღის წინ დაახლოებით გამოქვეყნებული ტვიტი კონგრესმენ ჯო ვილსონისა და რომელშიც coming soon ხო ანუ ახლოვდება დრო, როდესაც ივანიშვილი დაისჯებაო, ეს იყო შინაარსი და ეს ყველაფერი დაფუძნებული იქნება მე 1000-ად არ ვიცი, მაგრამ მე 300-ად კი ვიმეორებ იმას, რომ ეს დაფუძნებული იქნება მათ შორის იმაზეც, რომ ოდესღაც იყო და ბიძინა ივანიშვილმა ბანდიტმა არ მიიღო წერილი სწორედ ხსენებული მარკო რუბიოსი. ახლა კითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, ეს ყველაფერი ვიცით პრინციპში, რაც აქამდე მოგახსენეთ, ახლა მაქვს ივანიშვილთან ან ივანიშვილის მომხრეებთან კითხვა. რაღაცა ესე დააშავა კონკრეტულად მამუკა მდინარაძემ. როგორც ანრი ოხანაშვილი დაკლეს თავის დროზე რაღაცა ბანალური მიზეზის გამო, ანუ სად არის იცით? ანრი ოხანაშვილი მე არ ვიცი, ანუ გაქრა, ხო? სიზმრებრივ ჩქარად ანრი ოხანაშვილისებრ ჩქარად ხო გაქრა ანრი ოხანაშვილი. ახლა დაკლავს თუ არა პოლიტიკურად ბიძინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეს და შესტენის თუ არა მას ყველაფერს, მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან და ზოგადად ხელისუფლებასთან ურთიერთობის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭებას. კითხვა მაქვს ასეთი, რასაკვირველია, არა მეთქი პასუხობთ, არა და თუ მართლა უნდა ბორია ივანიშვილს ურთიერთობის გადატვირთვა ან პატარა სიგნალუკების გაგზავნა ვაშინგტონისკენ, რომ პრინციპში მე თანახმოვარ და აგე ტიპმა დააშავა ანუ მამუკა მდინარაძემ და ის კი არის ჩემი ერთგული, მაგრამ მე თანახმავარ, რომ ამის მიუხედავად ის გავანთავისუფლო, მას დავაბრალო ყველაფერი და ახალ მინისტრს დავნიშნავ. მე კორუფციასთან მებრძოლი კაცი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას ასევე გააგრძელებს, მაგრამ შენთან ურთიერთობებსაც დაიწყებს თუ აღადგენს სუფთა ფურცლიდან დაიწყებს, ამ სიგნალის გაშვება კი უპრიანი იქნებოდა. სად აყავს ბიძინა ივანიშვილის მრჩევლები და თუ ყავს რასაკვირველია ივანოვები და პეტროვები ყავს და ისინი ამას არ ურჩევენ, მაგრამ აი ქართველი პატრიოტულად განწყობილი პროსაქართველოელი მრჩევლები რომ ყავდეს და თამამები რასაკვირველია, იმიტომ რომ ამ კაცს ბევრს ვერაფერს გაუბედა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემოტევები აქვს ხოლმე, რასაკვირველია ეს უნდა ურჩიონ, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი უკეთეს შემთხვევაში მისივე ოჯახის წევრები არიან, ისიც სიმართლე გითხრათ ეჭვი მეპარება, რომ ყველა მათგანი არის მრჩეველი ან პირველი მრჩეველი და თუ არიან, ისინიც კი თუ განსხვავებულად მამისაგან ასე მაგალითად განსხვავებულად ფიქრობენ, ხო, ისინი ბიძინას ალბათ ბევრს ვერაფერს უბედავენ და რას თავარია, ბიძინა არის ჩაკეტილ წრეში ფიზიკურადაც და ჩაკეტილ წრეში მენტალურადაც მას მართლა მიაჩნია, გარდა იმისა, რომ რუსეთიდან კარდახობენ ამ ყველაფერს, რომ რუსეთიდან კარდახობენ, რომ დასავლეთი მას ებრძვის, მისი ჩამოყირავება უნდა, დასავლეთმა გაუყინა რაღაცა თანხები და სანქცია პირდაპირ მარჯვნიდან სინგაპურში, ლონდონში თუ შვეიცარიაში თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში და ასე შემდეგ, ხო, ამ ყველაფრის გარდა, ამას დასავლეთი რუსეთი კარდახობს, ცხადია, ამ ყველაფერს რომ ებრძვის, ხო და ბიძინა ივანიშვილის ასეთია,
მას სავოქსაც არ აქვს, სავოქიც არასწორი სიტყვა, ბანდიტურ სავოქს, პოსტსაბჭოთა სავოქს, ბანდიტური რუსეთის, ბანდიტსკი მოსკვას, ბანდიტსკი პეტერბურგის შვილს, შვილობილს მართლა გონია, რომ შეთქმულებები, მას მართლა გონია, რომ მის წინააღმდეგ რაღაც შეთქმულებებია, მისი ჩაძირვა უნდა დასავლეთს და ასე შემდეგ და მართლა გონია, რომ მისია ეს ქვეყანა ჯერ ეგერთი, ანუ პერსონალურად მისი რამდენადაც მან გადაარჩინა ეს ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის დიქტატურისაგან და შესაბამისად რასაც უნდა იმას უზამს ამ ქვეყანას იქ კლდე ამიშენეთ, იქ სახლი უნდა ავიშენო, ეს ნახევარი საქართველო ჩემია და მეორე ნახევარი კი ბანდიტური საკრაბა, ჩემივე ბანდიტების, პაჟების, ამას ამბობს, იმიტომ რომ ესენი ხომ მემსახურებიან კობახიძეზე უკეთესი მსახური არ მომიძებნია, ამიტომ პაპუაშვილზე ასე მაგალითად ლარად პირობითად ლაპარაკობ 300 თუ რაღაც 223 ჰექტარი მიწა პაპუაშვილს მე აქ რიცხვებზე იცხვებს პირობითად წარმოგიდგენ, შეიძლება 223 ჰექტარი ალბათ არ იქნება, მაგრამ 23 კი ნამდვილად იქნება ბანდიტ შალვა პაპუაშვილს. აი ამ ამბავში ცხოვრობთ ჩვენ და ყველა აზა, ყველა ლეილა, ყველა ახალგაზრდა, ყველა ძველგაზრდა, ყველა მწერალი, ყველა პოეტი, ყველა მხატვარი, ყველა მასწავლებელი, ყველა ექიმი, ყველა სტუდენტი, ყველა ჟურნალისტი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ბიზნეს ვერ გაუგია, რატომ ხდება ესე, იმიტომ რომ კოლექტიური ვალერი კვარაცხელიები და ასახსენებელი ეს კაცია საბოლოო ჯამში, მოკლედ სხვადასხვა შემეტენე ტიპები უნდა იყვნენ ყველა ინსტიტუციაში საპატრიარქოშიც არ უნდა მიდიოდნენ მის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სამება ააშენა და როგორ შეიძლება მის წინააღმდეგ წახვიდე ხელოვანებშიც, ოპერა გაარემონტა თუ რუსთაველის თეატრი და როგორ შეიძლება მის წინააღმდეგ წავიდე, ანუ ინტელიგენციაში, ახალგაზრდებშიც ქუთაისის უნივერსიტეტი ააშენა და რა უფლებით მიდიხარ შენ მის წინააღმდეგ არ ვიცი, რაღაც წერლებშიც მაგალითად იქ რაღაცას აფინანსებდა და აფინანსებს და როგორ შეიძლება მის წინააღმდეგ წა მე ხომ ყველაფერი ფულით ვიყიდე და მე პირველ ყოვლისა ვიყიდე ფულით თქვენი ლოიალობა და ვინც ლოიალურნი არა ხართ ჩემს მიმართ ხართ ჩემი მტრები ამას ქადაგებს ბიზინა ბანდიტი ივანიშვილი და მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად პროცესები მისგან დამოუკიდებლადაც ვითარდება და აგე შეერთებული შტატებიდან არა პირველი, არა მეორე, მაგრამ ერთ-ერთი სიგნალი გაისმა და რუბიო ბუნებრივია პატივცემული სენატორ კონგრესმენების ამ მესიჯს ვერ გაატარებს და იქნება თქმული ასწინადადება ირიბად გაკეთებული ბიზნესია გაკეთებულიც არასწორი სიტყვა ეს ერთი მინიშნება რომ შენ თუ დაკლავ პოლიტიკურად მამუკა მდინარაძეს ვინისის და ეს იქნება იყოს პირველი სიგნალი ვაშინგტონისთვის რომ პრინციპში მოდი დავიბოვსინჯოთ ურთიერთობების აღდგენა სუფთა ფურცლიდან მაგრამ ბიზნესს ჯერ ეგერთი მოსკოვი კარდახობს ეს ურთიერთობები არ უნდა აღდგეს და მეორე ბიზნესს მართლა გონია რომ ესენი ანუ დასავლეთი მისი გადამგდებია რეალურად კი კიდალა გადამგდები სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილია სულ რომ ადეკვატური იყოს 5 წუთით შემდეგ კი 50 წუთი 50 საათი 50 დღე და 50 წელიწადი თუ ის იცოცხლებს ამ ხნის განმავლობაში ის რასაკვირველია კიდალა იქნება ის დაპირდება რომ ასე ცხოვრობს ის თელავს ოჯახის წევრებსაც კი თელავს მაშინ როცა ოჯახის წევრები ფართო გაგებით ოჯახის წევრები მისეული გაგებით მოხპარავენ 7 ლურცმანს ან 14 ტომარა ცემენტს და მე აქ მისი აწგარდაცვლილი ერთი ძალიან ახლო ნათესავი გამახსენდა რომელიც მან თავის დროზე გაგიკვირდება და დააპატიმრებინა ვუტრირებ ცხადია ბევრმა იცით მის თავების შესახებ გია ერქვა იმ გარდაცვლილ კაცს დააპატიმრებინა გაგიკვირდებათ და ვუტრირებ ცხადია მაგრამ უხეშად მართლა რაღაც 17 ლურსმისა და 17 ტომარა ქვილი კი არა ცემენტისათვის იმიტომ რომ ამ უკანასკნელმა აზგარდაცვლილმა ვერ წარუდგინა შესაბამისი ქვითრები ვინ და ბანკ ქართუში თუ ჯგუფ ქართუში ვინც იმ ხანად მუშაობდა და ახლაც მუშაობს ეს ისტორია შესანიშნავად იცის და ბიზინა ივანიშვილმაც იცის ეს ისტორია რას გულისხმობ და ვის გულისხმობ არც ვალავ მე ვლაპარაკობ მის ქვისლზე აწგარდაცვლილ გია ბერაძეზე ეს არის სიმართლე რომელსაც ის ვერ გაექცევა და ის ყველასებს ვერავის იტანს ესე გეტყვით მე ამერიკელებს ხო ვერ იტანს მაგრამ ვინც ის იქნება ოჯახის წევრებსაც კი ვერ იტანს ვინც მის წინააღმდეგ მიდის მოუწევს შეგუება რომ თავისუფალი მოქალაქეები თავისუფალი ქვეყნისა მას დეფისი
არც თუ თლად დალაგებულ პირს, არაორდინალურს კი არა, შეურაცხყოფს მაღალი ალბათობით და ამარცხებენ. ამერიკელები ამაში მხოლოდ დაგვეხმარებიან. ნახვამდის.